მე მინდა ვისაუბრო იმ ძიმე თემაზე, რომელმაც ფაქტიურად ამ კვირაში მთლიანად მიიპყრო ქართული მედიის ყურადღება და ქართული საზოგადოების. რაც დაიწყო იმ ძიმე კადრებით, რომელიც 12 საათიან გადაცემაში გავიდა ერთ-ერთ ტელევიზიაზე და სადაც ჩვენ ფაქტიურად ვნახეთ სიკვდილი პირდაპირ სიკვდილი ლაივში, რაც თავისთავად ძალიან მძიმე არის, როგორც ექსპერტი მე ამას არ შევაფასებ, ამას შეფასება ბევრმა მისცა, მაგრამ მინდა ვისაუბროთ გუშინდელ გაგრძელებაზე, რომელიც მოყვა ამ თემას. ეს არის ფაქტიურად სასამართლო პირდაპირ ეთერში, რაც ჩვენ გუშინ ვნახეთ, ეს იყო სასამართლო პირდაპირ ეთერში. თავისი მტკიცებულებებით, თავისი ექსპერტებით, რაც მიმაჩნია ყოლა დაუშვებლად, ჯერ ერთი არ შეიძლება სიკვდილთან ასეთი ღია საუბარი, როდესაც შეიძლება შედეგი გაფუჭდეს. როდესაც შეიძლება ის, რაც მოგროვილია და რა მტკიცებულებებიც არსებობდა, შეიძლება ხვალ ყველა დაინგრეს. მინდა ყურადღება გავამახვილო იმაზე, რომ დაზარალებულის და ბრალდებულის მხარეს, როდესაც ექსპერტი არის ჩართული, ძალიან დიდი განსხვავებაა მისი მუშაობის სპეციფიკაში. დაზარალებულის მხარეს, თუ არის დაზარალებულის მოწვევით ექსპერტი, ის აგროვებს მტკიცებულებებს, რომლებიც ძალიან საფრთხილოა, რომელიც უნდა იყოს დადასტურებული, რომელსაც წყალი არ უნდა გაუვიდეს და უნდა იყოს პრაქტიკულად ბეჭით დასმული, ანუ უტყუარი უნდა იყოს ეს მტკიცებულება. მაშინ, როდესაც ბრალდებულის მხარეს, თუ არის ექსპერტი ჩართული, იქ ნებისმიერი, როგორც ადვოკატისთვის, ნებისმიერი ეჭქვეშ დაყენება ყველაფრის ფაქტიურად ბრალდებულის სასარგებლოს მუშაობს. გუშინ რაც ვნახეთ ჩვენ ექსპერტების გამოსვლა, მე მაგალითად ძალიან შემაშფოთა იმან, რომ შედეგი შეიძლება რობაქიძეების ოჯახისთვის აღმოჩნდეს ძალიან მძიმე. არ შეიძლება კომპეტენციის ფარგლების, ესე კომპეტენციის ფარგლებიდან ასეთი გასვლა, ეს ყოლა დაუშვებელი არის. იქ იყო კითხვა, ექსპერტი შეიძლება თავის სპეციალობაში ძალიან კომპეტენტური ფონდოსკოპიის ექსპერტი, ქალბატონი, მე მას არ ვიცნობ სამწუხაროდ, ის აკეთებს დასკვნას, თუ როგორ ხდებოდა ტყვის, როგორი მიმართულებით მოძრაობდა ტყვია, ანუ ის შედის ბალისტიკის სფეროში. შემდეგ ის აკეთებს კადრებიდან გამომდინარე, აკეთებს დასკვნას, რომ აი ამდენი სისხლი ვერ დაიღვრებოდა და ამას დასჭირდებოდა ამდენი დრო. არც ერთი ექსპერტი არ საუბრობს ისე რა მოხდებოდა, რომ ექსპერტი ყოველთვის გამოდის იმიდან რა მოხდა და საათების და წუთების აწყობა იმაზე, რომ დაიღვრებოდა თუ არა ამდენი სისხლი, თან ეს ექსპერტი ფონოსკოპისტისგან ყოვლად დაუშვებელია. აბსოლუტური არაკომპეტენტურობა, მე გამიკვირდა იქ მყოფი ბატონი ალექსანდრეს, რომელსაც კარგად ვიცნობ, ის სასამართლო სამედიცინო ექსპერტია, მან მიზანმიმართული მოძრაობები, თავის მიზანმიმართულ მოძრაობებზე ისაუბრა, რამაც მე მართლა გამაოგნა, ის დიდი ხნის ექსპერტია, საკმაოდ გამოცდილი და მინდა მივმართო ჩემს კოლეგებს, როგორ შეიძლება აი ამ ყველაფრის გამოტანა, რომელსაც ყველაზე მარტივად, ყველაზე დაბალი კომპეტენციის ექსპერტი დაგინგრევთ სასამართლოში, რას ერჩის ეს ხალხი ამ ოჯახს და რატომ უფუჭებენ მტკიცებულებებს, ჩემამდე არ დადის, აი არანაირად ეს წარმოუდგენელია. მე ამ საკითხზე რატომ საუბრობ, 2004 წლის 27 დეკემბერს მე მომართა ოჯახმა განცხადებით და მე ვნახე, ვიყავი ოჯახში, გარდაცვლილი ბუტა რობაქიძის ოჯახში ვიყავი მის მაშინ მათ სურდათ ექსპერტიზის ჩატარება, მაგრამ ექსპერტიზის ჩატარება, მე მხოლოდ გარეგნული დათვალიერება კონსულტირების დონეზე, ჩვენ ექსპერტიზა აღარ ჩაგვიტარები, ის უკვე ჩატარებული იყო. გვამზე უნდა ჩატარებულიყო ექსპერტიზა, აქ იყო ბევრი კითხვა, რომელსაც მე ხა შეგნებულად არ გავახმაურებ, რომ არ დავემგვანო იმ დამოუკიდებელ ექსპერტებს, რომლებმაც გუშინ, რა ვიცი, ღია ეთერში მოწინააღმდეგე მხარეს მიცეს ფაქტიურად ყველაფერი დასანგრევად. მართალია ეს მტკიცებულებები საერთოდ არ ყოფილა და ექსპერტული კვლევა ის არ იყო და ექსპერტის გამონათქვამსაც არ გავდა, იმიტომ რომ ეს იყო ის, რასაც არ სჭირდება სპეციალური ცოდნა. ჩვენ არ უნდა დავემგვანოთ ჩვეულებრივ ადამიანს, რომელსაც არ აქვს სპეციალური ცოდნა და არ უნდა გავაბათილო და არ უნდა გავაუფასურო ჩვენი დასკვნა. ამიტომ მე არ ვიტყვი, აქ არის კითხვები, ძალიან კომპეტენტური კითხვები იყო დასმული, მაგრამ მოხდა ისე, რომ ოჯახმა ვერ შეძლო მაშინ მოპოვება დაკითხვის მონაცემების. სხვათა შორის ერთი მინდა ვთქვა, რომ აი აქ წერია, რომ ბაშალიაშვილი აცხადებს, მან დამიზნებით გულმკერდის არეში განახორციელა გასროლა რობაქიძის მისამართითო. ეს მაშინდელი ადვოკატის დაწერილი არის. მე ადვოკატი წულაძე. ანუ მე ვიყავი შემსწრე იმის, რომ ბიჭები
ცვლიდნენ ჩვენებებს და ოჯახი იყო აი ამ სტრესის ქვეშ, რომ ბიჭები მაშინ ცვლიდნენ ჩვენებებს და ოჯახს ეუბნეოდნენ, რომ ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს და ამიტომ შევცვალეთ ჩვენებებიო. მე რა თქმა უნდა ის ჩვენებები შეიცვალა, მე ბიჭებს ბუტას გარშემო ვყოფ, ბუტას სტოლებს გულისხმობ. ყოველ შემთხვევაში ოჯახი იყო მაშინ ძალიან მძიმე პრესის ქვეშ, მე ძალიან კარგად მახსოვს და ჩვენ ვერ შევძელით მაშინ იმის გაკეთება, რომ მათ მოეტანათ რაიმე დასკვნა, ან თუნდაც ჩვენებები, რითაც ავაწყობდით იმ მდგომარეობას თუ სინამდვილეში რა მოხდა. ამ საქმეში ბევრი რამ შეიცვალა და დღეს რაც მიმდინარეობს, მე ვხედავ, რომ ეს არის ფაქტიურად საკმაოდ ჭკვიანურად გაკეთებული, ჩემთვის არასასიამოვნო, ძალიან ჭკვიანურად გაკეთებული შემოგდება თემისა, თუ რა არგუმენტები აქვს დაზარალებულის მხარეს, რომ შემდეგ მოხდეს კონტრარგუმენტებზე ძალიან ჭკვიანური მუშაობა. ამიტომ კიდევ ერთხელ დაზარალებულის მხარეს ჩართულ ექსპერტებს კიდევ ერთხელ ვთხოვ, ნუ გაუფუჭებენ ამ ოჯახმა იმდენად დიდი ტკივილი განიცადა, რომ არ შეიძლება დღეს დაუნგრიოთ ყველაფერი ან არაკომპეტენტურობით, ან მეორე კიდევ უარესი, რომელიც არავის არ მინდა დავაბრალო, მაგრამ შედეგი ერთი და იგივე იქნება. სამწუხაროდ ესეთი რამ ექსპერტიზაში ხდება, ზოგჯერ არის, მე უბრალოდ მინდა ერთი პატარა მაგალითი მოგიყვანოთ. ერთი საკმაოდ ცნობილი ქალბატონი იყო კონკრეტულ საქმეზე ჩართული და მომაკითხე სახში და ჩამოვედი სასაუბროდ. ქალბატონმა მთხოვა, თქვენ ახლა წამოვხვალთ ტელევიზიაში, იტყვით ამას. არა ქალბატონო, მე ვთხარი. ჩემი უდიდესი პატივისცემის მიუხედავად, მე თქვენ ტელევიზიაში ახლა არ წამოვყვებით, იმიტომ რომ მე ტელევიზიაში მივალ და ვიტყვი მაშინ, როდესაც მე ჩავთვლი საჭიროდ. თქვენს ემოციას მე საქმეს ვერ გადავაყოლებ. საქმეს თუ ვიწყებთ, იქ უნდა იფიქრო საქმეზე, მის შედეგებზე. ზოგჯერ არის, რომ შედეგების გაფუჭებისთვის მუშაობს მეორე მხარე. ხდება რაღაც სხვადასხვა ინტრიგების შემოგდება, მაგრამ აი აქ არის დუმილი ძალიან მნიშვნელოვანი და ექსპერტის ნათქვამი ყველა სიტყვა უნდა იყოს ბეჭედ დასმული. მე გუშინ ეს ვერ ვნახე, ამიტომ მინდა ჩემი შეშფოთება გამოვთქვა და ამასთანავე გავაფრთხილო ალბათ კოლეგებიც და ის ადამიანებიც არ შეიძლება პირდაპირ ეთერში წინასწარ მტკიცებულებების გაცემა, იმიტომ რომ იმაზე აუცილებლად აეწყობა მოწინააღმდეგე მხარე და ამას გამოიყენებს ცუდად. მე კიდევ ერთხელ თანაგრძნობას ვუცხადებ რობაქიძის ოჯახს და ვთხოვ, რომ უფრო ფრთხილად იყოს წინ სასამართლოა და სასამართლო ცოტა უფრო რთული იქნება მტკიცების თვალსაზრისით, იმიტომ რომ ის დაზარალებულია. ქალბატონ მაია, გუშინ ექსპერტები აღნიშნავდნენ, რომ ეს მხოლოდ იყო ვარაუდი ეჭვი ყოველწინადადებაში და თან ეს თვითონ ვიდეო მასალა ჯერ მტკიცებულების სახითაც არ არის გამოძიებაში ჩადებული, ეს არის მხოლოდ ერთ-ერთი შეთავაზებული ბრალდების ზუსტად ამაზე ვსაუბრობ. თქვენ აბსოლუტურად სწორად მივხვდით კი არა, სწორად გაიგეთ ჩემი ნათქვამი, არ შეიძლება ექსპერტი ვარაუდების დონეზე არ საუბრობს. ექსპერტის დასკვნა უნდა იყოს არგუმენტირებული, ან თუ არ აქვს საკმარისი მასალა, მან უარი უნდა თქვას რაიმე დასკვნის გაკეთებაზე. ზუსტად ამიტომ საუბრობ, რომ ეს არის საოცარი არაკომპეტენტურობა, თუ მხოლოდ არაკომპეტენტურობა. მე მეტის უფლებას ჩემ თავს არ მივცემ, რომ მეტი შეფასება გავაკეთო, მაგრამ ეს ცალსახა, ეს არის არაკომპეტენტურობა, არ შეიძლება საუბარი რა იქნებოდა, რომ ერთ წუთში დააგროვდებოდა ამდენი სისხლი თუ არა. ღმერთო ჩემო, დასკვნა არსებობს. უნდა ჩაიხედოს ამის მთქმელმა დასკვნაში, მაგრამ რომ ჩაიხედოს, ალბათ ამისთვის უნდა იცოდეს. იმიტომ რომ ვასიამოვნოთ ვიღაც და გამოუჩნდეთ კამერების წინ, არ შეიძლება საქმის გაფუჭება. საქმე არ უნდა გაფუჭდეს. ამას სჭირდება კატეგორიული დასკვნები და არავითარ შემთხვევაში საალბათო და მკითხაობა. მკითხაობა ამ საქმეს ძალიან ავნებს და მე ამას ვხედავ. იყოს თქვათ, აი თქვენ რასაც საუბრობთ, რომ ეს საბოლოოდ საქმეს გააფუჭებს. თქვათ, როგორ უნდა მოხდეს, თქვათ, აი ამ პროცესის შეჩერება, თუ მართლა სერიოზულ ზიანს აყენებს თვითონ საქმეზე სიმართლის დადგენას. მე იმიტომ მივეცი თავისუფლება მოვსულიყავი თქვენთან და მესაუბრა ამაზე, რომ მართალია მე არც ერთ სამართალდამცავ უწყებას და საერთოდ არც ერთ ოფიციალურ უწყებას არ მივეკუთვნები, მაგრამ აი ჩემი კოლეგების, ასე ვთქვათ, კრიტიკით, მათი საქციელის კრიტიკით ამ კონკრეტულ შემთხვევაში სხვასაც მივაწვდინო ხმა, როდესაც გამოდის დაუშვათ ერთ-ერთი ეჭვმიტანილი
და ის ამბობს, რომ ეს ესე იყო და მე იცვლება ჩვენებები და ჩვენ ეს გუშინ დავინახეთ, ალბათ კიდევ შეიცვლება. იცით რა, აი ამ საათების, წუთების მითითება პირდაპირ ეთერში ეს კატასტროფა, ეს არ შეიძლება. ეს არის იგივე რომ ომის დროს მიუთითო მტერს მოასმენინო ტელევიზიით წახვიდე და მოასმენინო რომ ამდენი ერთეული ჯავშან ტექნიკა გადაადგილდება აი ამ მიმართულებით და ამას უშვებ პირდაპირ ეთერში დავუშვებ და ამას პირდაპირ მტერს აწოდებ, ხო? იგივე არის, პრაქტიკულად იგივე არის. ამ შემთხვევაში კიდე ცოტა სხვა რამ არის. როდესაც ეჭვმიტანელი გამოდის და ამბობს რომ მე ამდენი წუთის მერე ეს გავაკეთე, ეს პირდაპირი მითითება არის დანარჩენ მოწმეებზე. პირდაპირი როგორ გითხრათ, წახალისება იმის, რომ მოწმეებმა შეცვალონ ჩვენებები. ანუ კარგად მოგეხსენებათ, რომ ერთ საქმეზე მყოფი ორი ადამიანი არ შეიძლება ერთ საკანში იყვნენ, რატომ მათ არ გაუზიარონ ერთმანეთს მოსაზრებები და როდესაც ტელევიზიით მიდის ამის ტირაჟირება და ფაქტიურად ჩვენებების პირდაპირ კარნახი მიდის ტელევიზიით, კი ის ადამიანი იტყვის მე მხოლოდ ამას ვამბობო, მაგრამ ჩვენ არ უნდა დაუშვათ ის რომ ეთერში გავიდეს ასეთი რამ, ასეთი კარნახი და პირდაპირ ხვალ ნახავთ რომ ჩვენებებში ეწერება ზუსტად ის. თუნდაც იგივე ადვოკატის ნათქვამი ბატონ ყობას ვიცნობ და ჭკვიანი ადვოკატია, ნამდვილად მან შვენივრად დასვა საკითხი, ასე იქნებ ეს იყო საჩვენებელი ჩაწერა, საჩვენებელი გადაღება. კი, ნამდვილად სამწუხაროდ ხდებოდა ასეთი საჩვენებელი გადაღება, მეც მომიწია მასში მონაწილეობა, ეს იყო საოცრად დამთრგუნველი და საზოგადოებისთვის და იმ ადამიანისთვის, მაგრამ როგორ ეს თუ ამას აღიარებს ადვოკატი რომ საჩვენებელ გადაღებებს, ანუ ერთხელ ადამიანი დააკავეს, მერე მას ვითომ თავიდან აკავებენ, ვითომ თავიდან უდებენ და ამას უღებენ, თუ ადვოკატი ასეთ შემთხვევებში შესწრებია, მან ამის შესახებ ინფორმაცია უნდა მიაწოდოს სამართალდამცავ ორგანოებს, იმიტომ რომ ეს არის საშინელი დარღვევა და აი ესე ხუმრობით თქმა იმის რომ იქნებ ეს ხალხი, იქნებ ჩაუდეს იარაღი და მერე თავიდან ჩაუდეს რომ გადაეყოთ და რა საზოგადოებისთვის ეჩვენებინათ, რაზე ვმუშაობთ ჩვენ სატელევიზიო გამოძიებაზე თუ საქმეზე რომელსაც სჭირდება მტკიცებულებები. ესე იგი ეს ნიშნავს იმას რომ არაერთხელ შესწრებია ბევრი ადვოკატი აი ასეთ რამეს, ეს გაუგონარი რამ არის. ამისთვის პასუხისგებელი ვინ უნდა იყოს, ამაზე არსებობს პროკურატურა, არსებობს იუსტიციის სამინისტრო, მათ უნდა მოიფიქრონ მექანიზმი, თუ რა შეიძლება გავიდეს პირდაპირ ეთერში და რეაგირება უკვე მათი გადასაწყვეტია, მაგრამ აი ის ცოტა პასიური და ზედმეტად ლოიალური დამოკიდებულება ჩემთვის გაუგებარია, მართალი გითხრათ, იმიტომ რომ მე ვარ პრაქტიკოსი, რომელსაც ძალიან ბევრი სისხლის სამართლის საქმის ექსპერტიზაში მიუღია მონაწილეობა და მე ვიცი როგორ ფუჭდება შემდეგ უკვე სასამართლოზე რა ძნელია იმ ყველაფრის გატანა და აი იმიტომ აი ეს უკვე იურიდიული ნაწილი ნამდვილად არ არის ჩემი კომპეტენცია, ამაზე ალბათ უფრო ჩემზე ბევრად ჭკვიანურ დასკვნას იურიდიულ ნაწილზე იურისტები მიიღებენ, ვისაც ეს ხელეწიფება. იცით, ამას ყველა აჩერებს ხოლმე და ყველა ერიდება, რომ ეს არ მოხდეს. ეს არ უნდა მოხდეს. იცით, მეორე მხარეს, ეხლა ამ წუთას არ მახსენდება, შეიძლება შემდეგ გამახსენდეს რაიმე მსგავსი, მაგრამ ის რომ ყოფილა რომ შეცდომაში შეყვანა და უშუალოდ რაღაც კონკრეტული ექსპერტიზის ჩატარებისას მეორე მხარე ცდილობდა რომ მიეღო არგუმენტები დროზე ადრე და დაემუშავებინა კონტრარგუმენტები, კი, ნამდვილად ესეთი შემთხვევა არაერთი მახსოვს და სხვათა შორის ერთ-ერთი გარდამტეხი თუ ეხლა გამახსენდა ერთ-ერთი გარდამტეხი თუ გახსოვთ გიორგი სანაიას ბუდიში რომ მის საკითხზე ვსაუბრობ, მაგრამ ერთ-ერთი გარდამტეხი იყო ასეთი რომ იმ შემთხვევაში, როდესაც მე ვთვლი დღესაც რომ ეს სწორად მოვიქეცი რომ ვთქვი, მუშავდებოდა ვერსია, ძალიან უხერხული ვერსია, ეს იყო აბსოლუტური სიცრუე გახსოვთ და მე ყველასთან შეუთანხმებლად მხოლოდ ჟურნალისტებთან შეთანხმებით, როდესაც მათ კითხვა დამისვეს, მე უთხარი, ნუ ჩურჩულებთ, მკითხე მეთქი. ძნელი იყო ამაზე საუბარი და ზუსტად მაშინ, როდესაც თქვი, რომ კატეგორიულად ეს გამორიცხულია, თქვენ იცით, რომ გამოძიება მუშაობდა იმ ვერსიაზე. ის ვერსია მოკვდა იქვე. მაგრამ ამას უნდა ძალიან ფრთხილი დოზირება, ამაში უნდა იყო დარწმუნებული. მე დარწმუნებული ვიყავი, იმიტომ რომ მე უკვე ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა მეჭირა ხელში და ვიცოდი
რას ვამბობდი და რომ ეს ნამდვილად ესე იყო და ვერც ამერიკული, ვერც ფრანგული და ვერც ერთი ექსპერტიზა იმას ვეღარ გააბათილებდა. მე ეს ვიცოდი დანამდვილებით. თორე იცით რა, დღეს წავიდეთ, იქ გავაკეთოთ, იქ გავაკეთოთ, ამერიკაში გავაკეთოთ ექსპერტიზა. ძალიან დიდ პატივს ვცემ ამერიკულ ექსპერტიზას, საკმაოდ კარგად ვიცნობ, მაგრამ სამწუხარო რამდენიმე პრეცედენტი იყო, როდესაც დასკვნა ჩამოვიდა სხვა და ჩვენ მოგვეწოდა სხვა. ამიტომ რესურსები გახსოვთ თქვენ გაყალბება არასწორი ინტერპრეტაცია, არასწორი მოწოდება ზურაბ ჟვანიას საქმეში. გახსოვთ არასწორი თარგმანი, რომელმაც ძალიან ბევრი რამ კინაღამ შეცვალა იმ საქმეში. ჩამოვიდა დასკვნა, სადაც ეწერა სიმართლე და შემდეგ ჩამოვიდა მიეწოდა საზოგადოებას დასკვნა, რომელიც იყო აბსოლუტურად სახეშეცვლილი და იყო სრულიად საწინააღმდეგო იმისა, თუ იქ არ აღმოჩნდა, ჩამოვიდა რომ აღმოჩნდა. არც ერთხელ არ აღმოჩნდა, შეიცვალა არაერთხელ აღმოჩნდათი. ეს იყო აბსოლუტური ფალსიფიკაცია დოკუმენტის. გვიჩიანის საქმეზე გეთანხმებით. აბსოლუტურად გეთანხმებით გვიჩიანის საქმეზეც იგივე. ამიტომ იცით რა არის ცოტა ალბათ მეტი მუშაობა საჭიროა აქ და აი ესეთი შეცდომების დაშვება, რასაც ეხლა უშვებ, ნუ გავაფუჭებთ სუყალანი ერთად ამ საქმეს რა. იმ ხალხმა ძალიან ბევრი ტკივილი გადაიტანა და ცოდოა უბრალოდ აი იცით ამ მსგავსი რამ ჯერ არავის არ მომხდარა. არც ექსპერტების მხრიდან და არც ის რომ მე კი იცით რა, თემის აქტუალურობიდან გამომდინარე, თქვენ იცით რომ მე საკმაოდ გახსნილი ვიყავი ყოველთვის პრესისთვის, მედიისთვის, ყოველთვის. თითქმის ყველა საქმეზე რაღაც გარკვეული დოზით მე რაღაც ინფორმაციას ვიძლეოდი. ოღონდ იმ ინფორმაციას, რომელსაც ვერასოდეს ვერავინ ვეღარ გააბათილებდა და რაშიც მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვიყავი. ეს არის, როგორ გითხრათ, ეს არის მთელი ხელოვნება, როდის უნდა გამოვიდეს მტკიცებულება და რა არ შეიძლება გამოვიდეს დროზე ადრე. და მით უმეტეს როგორ შეიძლება ექსპერტმა ისაუბროს იმაზე, რაც მტკიცებულებად არ არის მიღებული. მე რამდენიმე დღის წინ სწორედ პრაიმ ტაიმში ერთ-ერთ დასკვნაზე, ერთ-ერთ ექსპერტიზაზე, რომელიც ვიყავი, მე თვითონ ვნახე, გარდაცვლილი ადამიანი, მე თვითონ ვნახე დაზიანებები, მაგრამ ექსპერტიზა არ ჩაგვიტარებია. იქ კონსულტაცია მივეცი, რომ საჭირო იყო ჩატარება, არ ჩატარდა და დღეს მე იქ შემთხვევის ადგილზე კერა ამ ეს დაზიანებები ჩემი თვალით ვნახე და გადავიღე. მე ვამბობ, რომ ვერ ვიტყვი ვერაფერს იმაზე მეც, ვინაიდან მე იქ ექსპერტიზა არ ჩამიტარებია. თვალით ვნახე. მაგრამ მე ხო არა ვარ მოწმე, რომელიც მოყვება და ფოტოებზე არის. ამის მე დღეს არ ვამბობ არაფერს. იმიტომ რომ არ შეიძლება მეტის თქმა. ექსპერტი ვარ და არა დაუშვათ ვარაუდების, მაშინ ვარაუდების ექსპერტი შემოვიღოთ და კი ბატონო. და ვიმსჯელოთ ყველა. უბრალოდ ის რაზეც საუბარი ქონდათ ექსპერტებს, ამას არ ჭირდება საექსპერტო სპეციალური ცოდნა. ამას მიხვდება ყველა ის რომ გარდაცვლილი სუნთქავდა და თავს აბრუნებდა, ამას ხედავს ყველა, ამას ექსპერტობა არ ჭირდება. მაგრამ როცა ექსპერტი დღეს აი ესეთ წვრილმანებში დაუშვებს მთელ რიგ შეცდომებს, ხვალ მისი დასკვნა პროცესზე გაფუჭდება, იმიტომ რომ კონტრარგუმენტი იქნება მომზადებული. დიდი მადლობა. მადლობა.